გამარჯობათ, მე ვარ სანდრო, ეს არის ჩემი YouTube არხი. მე გახლავართ მოტოხელოსანი პროფესიონალი, რომელიც უკვე 13 წელია ამ სფეროში მუშაობს და ეს არხი მიმყავს იმისთვის, რომ გავაზიაროთ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და საინტერესო ინფორმაცია. მოკლედ, დღევანდელი თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვეცდებით ძალიან მოკლე იყოს, იმიტომ რომ შემდეგში ამასთან დაკავშირებული უკვე ლექცია გვექნება, ანუ შიდა წვის ძრავი, მოტოციკლის ძრავები და ზეთის მიწოდება. ეხლა კიდე მინდა ვილაპარაკო მარტო ერთ რამეზე, რაც არის ზეთის წნევის ინდიკატორი. ზეთის წნევის ინდიკატორი უმეტეს მოტოს გააჩნია, გვიჩვენებს ავარიულ დონეს ზეთის თუ აინთო, ეს ცუდია. მუშაობის დროს თუ აინთო, ეგ ცუდია, გვიჩვენებს, რომ ზეთის წნევა ძალიან დაბალია, ავარიულია და ძრავი ახლა დაზიანდება. ჩვეულებრივ მუშა მდგომარეობაში ეს უნდა იყოს ყოველთვის ჩამქრალი. როგორც გითხარით, ზოგს აქვს ეს ნატურა ინდიკატორი, ზოგს არ აქვს, ზოგს ისრიანი ინდიკატორი აქვს და ნატურა, ორივე, ხო? ეხლა ლაპარაკობთ მარტო ნატურაზე, რომელიც ყველა ძრავს, რომელშიც ზეთის წნევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ინდიკატორი აქვს. ინდიკატორი გვაჩვენებს იმას, რომ წნევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ძრავმა ნორმალურად იფუნქციონიროს. თუ ის მუშა დაქოქილ ძრავზე აინთო, იმას ნიშნავს, რომ ძრავი უნდა ჩაქრეს მომენტალურად. ეს ნიშნავს, რომ ძრავს სიცოცხლე დარჩა რამოდენიმე წამი. მოქმედებ მომენტალურად, თუ მივდივართ დიდი სიჩქარით, თიშავთ გადამულობის სისტემას, თიშავთ ძრავს, მივგორავთ, ნელა ვჩერდებით, იმიტომ რომ მოტოციკლის შემთხვევაში დაქოქილი ძრავი მუხრუჭებზე არანაირად არ მოქმედებს, დაქოქილი ძრავი თუ არა და ვჩერდებით, ვაქრობთ მოტოს და ვჩერდებით. შემდეგი რამე თუ შეგვიძლია ჩვენ გზაზე გავაკეთოთ, თუ შორს ვართ სახელოსნოდან, ეს არის შევამოწმოთ ზეთის დონე. სანამ შევამოწმოთ ზეთის დონეს, მოტო ჩამქრალ მდგომარეობაში უნდა იყოს რამოდენიმე წუთი, წუთი არ წამი, 30 წამი ასე ვთქვათ და შეგვიძლია დავიწყოთ ზეთის შემოწმება. ზეთის შემოწმება ხდება ორი საშუალება არის, ეს არის ფანჯარა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ზეთი, როცა წამოყენებული არის მოტო სწორედ დგას, 90 გრადუსის კუთხით სწორ ზედაპირთან და ფანჯარაში, როგორც ხედავთ, ორი მაჩვენებელი არის, ზედაზღვარი, ქვედაზღვარი და სადღაც შუაში უნდა იყოს ეგ მაჩვენებელი. ან ჩვეულებრივ ესე ძვალმოდური ჯოხით, როგორ მოწდება ეს ჯოხით ორი სიტყვით, ასე რო გითხრათ, ანუ მოტო ისე სწორად უნდა იდგეს, ამოვიღოთ ეგ ჯოხი, გავწმინდოთ, დავაბრუნოთ თავის ადგილას, ხელახლა ამოვიღოთ და შევხედოთ, სად გვიჩვენებს დონეს. ზუსტად მაგას ყველაფერს ნახავთ ციკლში, აუცილებლად გაარკვიეთ, როგორ შევა ზეთის დონის შემოწმება, როგორ დამატება. ეგ ამ ციკლში წერია, რომელიც ყველა მოტოს მოყვება, სკამის ქვეშ დევს, ან გვერდითა პლასმასის ხუფის ქვეშ. ან დაელაპარაკეთ თქვენ ხელოსანს ინტერნეტში შეგიძლიათ ეგ ინფორმაცია მოიძიოთ. თუ მოტოს ექსპლუატაციას ახდენთ, ხო, უნდა იცოდეთ ეს აუცილებლად, როგორ შეამოწმოთ და დაამატოთ ზეთი. რაც შეეხება თვითონ მაჩვენებელს, ის როგორც გითხარით, სხვადასხვა ტიპის არის, ისრიანი, ნატურა. ის არის მაინც გვაჩვენებს ასე თუ ისე სამუშაო წნევას და დაბალი წნევის შემთხვევაში მარტო ჩვენ შეგვიძლია ის არ შევხედოთ და ისიც არ მივხვდებით ან არა, იმიტომ რომ უკვე მსვლაზე წნევა ერთბარზე ნაკლები არის და ამისთვის არის ზუსტად ნატურა. ნატურა შეიძლება ბევრნაირი შესრულების იყოს, როგორც წესი ეს წითელი ნატურა არის, მაგრამ ხანდახან, აი როგორც ახლა ვიქტორიც მას ხედავთ, მაგალითს ჩვეულებრივ პიქტოგრამა არის თხევად კრისტალურ ეკრანზე. აი შემდეგი სურათი, ეს არის კავასაკი, სადაც წითლად ინთება, საკმაოდ კარგად ეს ჩანს, მაგრამ ეს წითელი ნატურა შეიძლება ნიშნავდეს ზეთს, შეიძლება ნიშნავდეს წყლის ტემპერატურას მაღალს ან რაღაცა კომპიუტერულ პრობლემებს. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება მისაქცევია და ყველაზე ცუდი ვარიანტი არის, რა თქმა უნდა, ზეთს როცა ნიშნავს, ეს სუზუკის მაგალითი არის, ხედავთ, ნატურა არის და ბოლოს ყველაზე კლასიკური, ეს არის ხარლი, რომელსაც აქ ძალიან კარგი ცალკე გამოტანილი ინდიკატორი, რომელზეც არის ჩვენები თვითონ პიქტოგრამა, წითლად თუ აინთო, ეს იმას ნიშნავს, რომ მოტო უნდა გავაჩეროთ.
იმ შემთხვევაში თქვენ მოტოს ეს ინდიკატორი საერთოდ არ აქვს, ხო? უბრალოდ ხშირად უფრო გიწევთ ზეთის დონის შემოწმება. ეგეთ ძრავს როგორც წესი ნაკლებად ცნობიერი არის ზეთის წნევაზე, ან საერთოდ მაღალი წნევა არ აქვს, დაბალწნევიანი ძრავები, ამიტომ ინდიკატორის დაყენება შეუძლებელია. რას როგორ გავზრუნოთ იმას, რაც არ არის. და თუ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, იმიტომ რომ ბევრი არ აქცევს მაგას ყურადღებას საერთოდ, ხო, სანამ ძრავი არ გაიჭედება, ზოგი მოდის სიტყვაზე ძრავით, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, უკვე ისმის რომ ზეთის წნევა არ არის, ანთებული ეს ინდიკატორი და მოდი ნიძახიან რომ 3-4 დღის წინ მოხდა და ეგონათ რომ ეს ნიშნავს რომ მალე ზეთია გამოსაცვლელი. თურმე უკვე ძრავი მკვდარია. იმიტომ რომ მაგაზე სერიოზული ვერაფერი ვერ მოუვაძრავს, იმიტომ რომ ეს ფაქტია, როგორც ადამიანთან შედარებით, ეს პულსის სწორი ზოლი რო იყოს, რაც ნიშნავს, რომ პულსი არ არის. წითელი ნათურა ნიშნავს, ზეთის წნევა არ არის და ძრავი მალე მოკვდება. მიზეზები ძალიან ბევრი არის, შეიძლება ზეთი დაიწვა, უხარისხო იყო, რაღაცა დაზიანებული არის თვითონ ფიზიკურად ძრავი, გაზდის ეგ ზეთი. მე და ჩემი დამხმარე დაჩი მას ჩავწერთ ვრცელ ვიდეოს დაახლოებით 40-45 წუთიან ლექციას იმაზე რომ საერთოდ როგორ მოუვაროთ ძრავს, როგორ გავახანგრძლივოთ ძრავის ცხოვრება ზეთის სწორი ზეთის გამოყენებით. ეხლა მარტო ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრა ნათურაზე. ნახეთ სად არის ეგ ნათურა, წაიკითხეთ წიგნში როგორ მუშაობს და მიაქციეთ ყურადღება. რაც შეეხება ახლა ნორმალურ შემთხვევაში, როცა უნდა ინთებოდეს ეგ ნათურა, ნამდვილი ვარიანტია, მაგალითად, როცა სანამ მოტოს დავქვოქავთ, უბრალოდ ჩვენ გავხსენთ გასაღები, ყველაფერი აინთო, ეს წითელი ნათურა ანთია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ სენსორიც და თვითონ ინდიკატორიც მუშაობს. მოტო დაიქოქება და ეგრევე მომენტალურად ეს ნათურა უნდა ჩაქრეს. თუ ზეთი ახალი გამოცვლილი, ანუ ეხლავე დაგუქვამდე გამოიცვალა, დაახლოებით 10 წამი დაჭირდება რომ შეივსოს ეგ სისტემა, წნევა შეიქმნას და ჩაქრეს ეგ ნათურა. ან თუ დავამატეთ ზეთი, ან ზეთი აკლდა, აინთო ეგ ნათურა, დავამატეთ ზეთი, ისევ ეგრევე არ ჩაქრება ეს ნათურა, რამდენიმე წამი იქნება ანთებული, მერე ჩაქრება. ზოგ მოტოზე დაშვებულია ზოგ შემთხვევაში რომ მოკლე ხნით ეგ ნათურა აინთოს. მაგალითად Yamaha Strikers აქ ეგ პრობლემა შეიძლება დავარქვათ, ხო ცივზე არ ხდება კარგად ზეთის მიწოდება და დაჰაერდეს სისტემა და შესაბამისად შეიძლება აანთოს ზეთი მაგ შემთხვევაში. მაგრამ ეს ყველაფერი ეგ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ, შეგიძლიათ ხელოსანს დაელაპარაკოთ და გაითვალისწინეთ, რომ ანთებული ზეთის ნათურით მოტოციკლის ექსპლუატაცია აბსოლუტურად დაუშვებელია. იცოდეთ თქვენ, გააფრთხილეთ თქვენი მეგობრები, გააფრთხილეთ ახალბედები, გააფრთხილეთ ყველა, იმიტომ რომ აი ძალიან გამოცდილი ხალხი არის, რომელიც სიტყვაზე მანამდე ისეთი მოტო ყავდა, ორტაქტიანი მოტო ყავდა, ხო, სიტყვაზე საერთოდ არ იციან ეგ ნათურა რას აკეთებს და რისთვის არის. ორტაქტიანი მოტოს შემთხვევაში ზეთის ნათურა რო ინთებებს, იმას ნიშნავს, რომ ავზში დაბალი დონე არის და რაღაცა პერიოდის მერე, რამოდენიმე დღე გაქვთ სიარულის, უნდა დაამატოთ ეგ ზეთი, ხო? ორტაქტიანი გამოცდილი მოტო მფლობელმა შემოყურადღება არ მიაქციოს. ამას რო იცის, ნუ ოკეი, ზეთი ალბათ დასამატებელია გამოსაცვლელი და რაღაც დღეს ხვალზე ეგ წავალ ხელოსანთან. 4-ტაქტიან ძრავებზე ეგ სულ სხვა პრობლემას ნიშნავს, ეგ ნიშნავს, რომ ძრავი უნდა გაჩერდეს. მე რომ მკითხოთ წესით მოტოციკლის ეს ფუნქცია უნდა იყოს, რომ ძრავი ალბათ რაღაცა დროის მერად ზეთი აინთო უნდა ქრებოდეს თავისით, როგორც ხანდახან კომპიუტერულ რაღაც დაზიანებაზე და შეცდომაზე ისე ხდება, რომ ძრავი ქრება, იმიტომ რომ რაღაც კრიტიკული ელექტრონული დაზიანება არის. და ზეთის არ მიწოდებაზე უფრო კრიტიკული ვერაფერი ვერ იქნება. მოკლედ ეს არის რაც მინდა და მეთქოს და ამ ინდიკატორზე და მომავალ შეხვედრა უკვე გვექნება, როცა ვრცლად ძალიან დიდი მოსაწყენი ლექცია იქნება, რომელიც უფრო ალბათ პროფესიონალ დამწყებებზე იქნება გათვლილი, ვისაც უნდა რომ პროფესიონალი გახდეს, რაღაცა ისწავლოს, მე ვისაუბრებ მთელ ჩემ გამოცდილებაზე და მთელ ჩემ ცოდნაზე, რაც მაქვს შეძენილი, საერთოდ ძრავის შეზეთვასთან დაკავშირებით.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე ჩვენ არხზე. დიდი მადლობა.